ეთერშია გადაცემა სახალხო კონტროლი. მე ვარ ჟურნალისტი ლიზა ვადაჩკორია. თბილისში ვმუშაობთ. დიღმის მასივში ინდური სამზარეულო მოვინახულეთ. დიდი ღომში ცნობილი საკონდიტრო გურმე და ბოლოს საცხობი სვანური სამზარეულო. რატომ აუკანკალდა ზარეულს ხელები და რატომ მოყვა მას დიდი ჩახუტებები? ყველაფერი გადასასხმელია აბსოლუტურად და ყველაფერი დასასუფთავებელია. ნახეთ აი მდგომარეობა ამ ტაფების, გასქურის მდგომარეობა ნახეთ, გამწოვი მილები საშინელ მდგომარეობაშია, გაჯერებულია კონდენსატი და კონდენსატი ჩვეულებრივად წვეთავს. რაღაცა პერსონალი მე მგონი დაიბნა, არ ელოდებოდნენ ახლა სახალხო კონტროლს. აი ვიღაცამ დატოვა ღია. მე კიდევ ვიპოვე და გამიხარდა, იმიტომ რომ მეტყოდე მე რეკლამას აკეთებო. სახალხო კონტროლის სტიკერი. აქში გავაკეთოთ? ისევ დარდობდი თქვენთან შეხვედრას, არაფერი ძალიან მიყვარს ეს საქმე. ალქორ იქორს მერდე მარე. რთული ენა, უნდა გითხრათ, მაგრამ თუ ხშირად ივლით ამ საცხობში, სვანურსაც ისწავლით. ლიუბლიანას 60 ნომერში ვართ, ეს არის ინდური სამზარეულოს რესტორანი Lunch Box X. რატო ქვია ესე უცნაურად Box X? აგიხსნით. ნუცუბიძის ქუჩაზე არის ასევე ინდური რესტორანი, რომელსაც ქვია Lunch Box-ი. რადგან ეს არანაირ კავშირში არ არის, ეს კვების ობიექტი, ამიტომ დაარქვეს Box X. მოვედით აქ, იმიტომ რომ მოსახლეობა მოგწერა, შეწუხებულები ვართ სუნით. აყროლებულია ჩვენი სარეცხი, როდესაც უკვე სახლში შეგვაქვს და გვიშველეთ რამე. აბა ვნახოთ, რით შეგვიძლია უშველოთ ლიუბლიანას 60 ნომერში მაცხოვრებლებს. ფეხით სურავს საშინლად. აი შეხედეთ რა მდგომარეობაა. ძალიან მძიმე მდგომარეობაში არის სამეზობლო, იმიტომ რომ აქ ფაქტიურად მთელი ქუჩა აყროლებულია და უკვე არ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ადამიანს აქ ჯანსა გარემოში არსებობის უფლება და მათ შეუძლიათ, რომ ისუნთქონ სუფთა ჰაერით. აი შეხედეთ როგორი მდგომარეობაა. სისუფთავეს ნელ-ნელა მივყვებით და გაჩვენებთ, მაგრამ ტილოებიდან მინდა დავიწყო და აი შეხედეთ ტილოების მდგომარეობა, აქ არ ვიცი ალბათ ერთი 5 ხელთათმანი არ მეყოფა. შეხედეთ დაფის მდგომარეობა, შეხედეთ თვითონ აი ბლენდერი რა მდგომარეობაშია, ნახეთ. კონდენსატი ნახეთ როგორია და იქეთა კუთხიდანაც გაჩვენებთ, აი გარედანაც გავალთ და გაჩვენებთ. შეხედეთ წვეთა როგორ მიმდინარეობს და არანაირი ფოლგა ამას არ უშველის. ნახეთ როგორი კონდენსატია და პირდაპირ აი აქ ნახეთ პირდაპირ კერძებში როგორ ჩამოდის და წვეთავს. მე არ ვიცი რისი ხმა არის ძალიან ესეთი არასასიამოვნო ხმა, მაგრამ ეს მე მგონი არის მაცივრის ხმა. კი ბატონო, მაცივრიდან მოდის ეს აუტანელი ხმა. მაცივარში შეხედეთ პროდუქტებიც, აი ყველაფერი უზომოდ ბინძურია, ხელს ვერაფერს ვერ მოკიდებ. ნახეთ, აი მაცივრის მდგომარეობასაც შეხედეთ, რა მდგომარეობაში არის. შეხედეთ კონტეინერები რას გავს. აი ნახეთ, ეს ყველი არის, ეს საკვები არის. შეხედეთ, აი ხელს ვერაფერს ვერ ვკიდებ, ძალიან მეზიზღება. აი ნახეთ ქვევით რა მდგომარეობაა, როგორი ანტისანიტარია. კერძის რაოდენობა ნახეთ, კერძების რაოდენობა უბრალოდ ძალიან ბევრს ამზადებენ, იმიტომ რომ აქ სულ ხალხია და როგორც არის ინდოელები, ასევე არის ჩვენი ქართველები ძალიან ბევრჯერ მინახია და უცხოელებიც, აი გარეთ აქვთ მათ დასაჯდომი და გარეთაც და შიგნითაც, ახლა ლიზა გაჩვენებთ საკმაოდ დიდი ტერიტორია და იქ შეიძლება ნებისმიერი მომხმარებელი მოტყუდეს. შეხედეთ, აი გამწოვის მილს მოდით გავყვეთ, რომელიც არ მუშაობს რეალურად. აი როგორი კონდენსატითაა სავსე ყველაფერი და როგორ იქაც როგორი წვეთა მიმდინარეობს. კედლები ნახეთ რა მდგომარეობაშია. აი კედლები გარედან მე ვნახე და ვიყავი გასული, აი ეს სულ არის შუშაზე მიკრული მეტლახი, აი უბინძურესია, ნახეთ. აი ყველაფერი ბინძურია აბსოლუტურად. სამზარეულოს კედელი აი ქვევით რა მდგომარეობაშია და როგორი სიბინძურია.
ყველაფერი გადასასხმელია აბსოლუტურად და ყველაფერი დასასუფთავებელია. ნახეთ აი მდგომარეობა ამ ტაფების, გასქურის მდგომარეობა ნახეთ. დარბაზი ნამდვილად სუფთა ჩანს, მე მომწონს სუფთა მოწესრიგებული, ნახეთ როგორი სუფთა მაგიდებია, აი ესეთი რბილი სავარძლებია, ყველგან ტრადიციულად წყალი დგას, ეს მიღებულია ინდურ სამზარეულოში, აი აქ არის ნაწილი კერძების, უпростоროდ ტკბილეულობა, აი ესეთი ტკბილი ცომის ბურთულები, ნამდვილად არ არის დაბალი ფასები, 20-25 ლარი ღირსწუნიანი და სხვადასხვა კერძები, ძირითადად 30 ლარიდან დაწყებული 50 ლარით დამთავრებული. ჩვენ ვხედავთ აქ ინდოელ სტუდენტებს, რომლებიც მრავლად არიან საქართველოში, მაგრამ ჩვენ პირველ რიგში გვაინტერესებს ის თუ რა ხდება სამზარეულოში. იატაკი რა მდგომარეობაშია და ნაგვის ყუთი ნახეთ, მაგრამ აი საშინელება იცით რა არის, იმდენად საკუთარ თავს და ჩვენ არ გვცემენ პატივს, ნაგვის ყუთზე დევს მზა კერძი. აი შემწვარი კერძი დევს ნაგვის ყუთზე. შეხედეთ, ეხა იქაც ჩაგახედეთ. სრული კოშმარი და კატასტროფა არის. აი ნაგვის ყუთი, შეხედეთ, ამას ხელს ვერავინ ვერ მოკიდებს. ნახეთ, აი როგორი მიწეპებულია. ნუ ნაგავი არ არის იმდენი რაოდენობით და ეტყობა გატანილია. ან მიეწეპა და ფიზიკურად აღარ აღებდა უკვე. ქვევითაც მზა კერძები აბსოლუტურად არც ერთი თავდახურული არ არის. დანები ნახეთ, ტილოები ნახეთ. აი ამას შეხედეთ. აი ეს არის ტილო, ნახეთ. აი ამას შეხედეთ. ეს არის კარაქი. კარაქი არა, ეს არის მარგარინი. შეხედეთ, აი რა მდგომარეობაში. გამწოვი მილები საშინელ მდგომარეობაშია, გაჯერებულია კონდენსატი და კონდენსატი ჩვეულებრივად წვეთავს. აი ნახეთ, რა მდგომარეობაში არის კედლები, შეხედეთ. აი რა მდგომარეობაშია კედლები. ნუ ყველგან აბსოლუტურად ზეფსი ბინძური არის. ეს არის ვითომ და სამრეცხაო, ბინძური და სუფთა ჭურჭელი, აი როგორ არის აღრეული ერთმანეთში, წყალი როგორ გამოდის, ნახეთ, აი წყალი საკანალიზაციო მილი არის დაზიანებული და ნახეთ, აი როგორ აქვს თავი ჩაყოფილი და ჩვეულებრივად როგორ წვეთავს, როგორც იქ, ასევე აი აქ, ნახეთ. და ეს ტრაპი მიტოვა სველი, არ გეგონოთ, იმიტოვა სველი ტრაპი, რომ აქ რეცხვა მიმდინარეობს, არა ბატონო. აქ უბრალოდ საკანალიზაციო ორივე ონკანი არის გაფუჭებული, არ ატარებს, ორკანი არა, ნიჟარა არ ატარებს წყალს და აი წყალი ჩვეულებრივად ისხმება სამრეცხაოში. ეს რატოა, ნახეთ, აი კონდენსატის რაოდენობა, შეხედეთ, აი თურმე რატოა ეს ოთები. ჩვენი თვალის ასახვევად და ნახეთ, აი ეს არის რამოდენიმე საათში ჩამოღვენთილი ესეთი საშინელი მასა, ეს არის ალბათ ცხიმის დამჭერი და აი ესეთი მდგომარეობა არის, ნახეთ, აი ესეთი საშინელება. აქ ყველგან ასეთი მდგომარეობაა, კედლებზე, ნებისმიერ ზედაპირებზე აი ესეთი კონდენსატია, ზე ანტისანიტარია. აქვე ვნახავ საპირფარეშოს, აი აქ არის ტუალეტი, სველი წერტილი, კაფელში. ცუდი ნამდვილად არ არის. Don't use this toilet. ანუ ამ ტუალეტით არ უნდა ისარგებლო. აი ეს არის ეტყობა მუშა ტუალეტი. აი ეს არის. შეგვიძლია ვნახოთ, მოდით შევამოწმოთ წყალი თუ მოდის. აი ეს კუთხე ძალიან მოუწესრიგებელია, იმიტომ რომ აქ რაღაცა გადაგდებული ინვენტარია. აი ესეც არ მომწონს დაბლა რაც ხდება, მაგრამ არის თხევადი საპონი, კი ბატონო, არის თხევადი, მოდის წყალი. სად არის ხელსახოცი ერთჯერადი? სად არის? სადა და არცად არ არის. შეგიძლიათ შეიხედოთ, ნამდვილად არ არის. ნუ ხელს ვერ გაიმშრალებ. ეს რა თქმა უნდა მინუსია. ჩვენი მთავარი მიზეზის აქ მოსვლის იყო საჩივარი მოსახლეობის, რომელიც შეწუხებულია, რომ გამწოვი ისეა დაყენებული, რომ პირდაპირ მთელი ეს კვამლი და აი ეს სუნები ამოდის პირდაპირ სახლში, არის 7 თუ 8 სართულიანი სახლია და გასაგებია ამ ადამიანების წუხილი, რა თქმა უნდა გაითვალისწინონ მეპატრონებმა და მენეჯერებმა და ასევე იყო ნათქვამი, რომ ხშირად რაღაც სითხეებს ასხამენ აქვე ქუჩაში. გააქვთ და აი ესევე ასხამენ. ესეც რა თქმა უნდა დარღვევა, იმედია რომ მიიღებენ შესაბამის ზომებს, აი ეს რა არის, ვერ გავიგე, პირდაპირ იატაკში არის რაღაცა ლუკი,
არ ვიცი, იმედია ეს არ არის საკანალიზაციო ლიუკი, თუმცა არ ვიცი რისია, აშკარად იატაკშია. მოკლედ, აი ეს არის სურათი, რომელიც ჩვენ გადავიღეთ დღეს თბილისში, ლიუბლიანას 60 ნომერში, ჩვენ ვიმყოფებით ინდურ რესტორანში Lunch Box X. სრული ანტისანიტარია აქაც, ძალიან მწუხვარ, აი ძალიან ცუდად სრიალებს ფეხი, კანალიზაციის ჭა, რომელიც ყარს და სუნს უბრალოდ ვერ აგიღწევს და ვერანაირად ვერ ავხადე თავი, იმიტომ რომ არ იწმინდება ეტყობა, როდესაც გაიჭედება, მაშინ ხსნიან და ასუფთავებენ. სუნია ისეთი, რომ აი ფიზიკურად ვერ დადგები. და ეხლა მე მესმის იმ მოსახლეობის, რომელიც არის შეწუხებული და რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, იმიტომ რომ ნახეთ, მთელი ტერიტორია დავათვალიერეთ და აბსოლუტურად არც ერთი გამწოვი არ არსებობს. აი ყველაფერი არის აბსოლუტურად დალუქული და პირველი მოთხოვნა, რომ არსებობდეს გამწოვი, როდესაც კვების ობიექტი კეთდება საცხოვრებელ კორპუსში და მილი უნდა აცდეს, გამწოვის მილი უნდა აცდეს კორპუსს, რო არ შეაწუხოს მოსახლეობა და მოსახლეობამ შეძლოს ჯანსაღ გარემოში ცხოვრება, აი ეს პრინციპი, რაც კონსტიტუციით აგვაქვს ჩვენ, რომ ჯანსაღ გარემოში ვიცხოვროთ, აი ეს არის სამწუხაროდ ლუბლიანას ქუჩაზე არსებულ კვების ობიექტზე, ინდურ კვების ობიექტზე წართმეული. მე ძალიან მეწოდება ის მოსახლეობა, რომელიც ზევით ცხოვრობს. სწორედ აქ ლიუბლიანას 60 ნომერში მომუშავე თანამშრომელი ვიპოვეთ, თქვენ აქ ოფისი გაქვთ, თუმცა მე ვიცი, რომ ეხლა მთლიანად მოსახლეობის გულის ტკივილს გადმოგცემთ. ანუ პრობლემა რაშია? გაუსაძრისი სუნი დგას, ფანჯრებს ვერავინ ვერ აღებს. მეზობლებისგან ვიცი, რომ სარეცხლეც პრობლემა აქვს, იმიტომ რომ სარეცხლოში აქვთ. სახლებში იმასაც ազდის აი ამ სამზარეულოს სუნი. წინა მხარეს რაღაც სითხეებს აქცევენ ხოლმე, რომელიც აღინიშნება კიდეც კარების წინა მასე საფარზე. გასაგებია. კარგით, ძალიან დიდი მადლობა. მადონა უკვე სამზარეულოშია. თქვენ ხედავთ უკვე რეალურ სურათს, თუ რა ხდება ამ ინდური სამზარეულოს რესტორანში. და ნამდვილად რეაგირებას მოვახდენთ ამ თუნდაც არ ვიცი უმნიშვნელო სიგნალზე და მით უმეტეს როდესაც მთელი სახლია შეწუხებული. ჩვენ მოვისმინეთ მობინადრის აზრი და უკვე გამოვიდა მადონა რა ხდებოდა ამ სამზარეულოში. ლიზა, შენ დამასწარი უფრო სწორად და ზუსტად აი იმ ადგილას ახარ, სადაც ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს. ეს არის აი მთელი კორპუსი, სადაც ფანჯრები ღიარი და ადამიანებმა ნორმალურ გარემოში უნდა იცხოვრონ ჯანსაღ გარემოში. აი აქედან ზუსტად აი ამ გამწოვების, ვითომ და გამწოვებისგან აი გამოდის ყველაფერი ორთქლის, სუნი და აი ყველანაირი კონდენსატი და ასე შემდეგ და აი შეწუხებულია სრული მოსახლეობა და ძალიან კარგია რომ ეს ადგილი აღმოაჩინე ლიზა და აჩვენე, იმიტომ რომ ზუსტად აი ეს არის იმის მაგალითი, როგორ ირღვევა საქართველოში ჩვენი უფლებები და წართმეული გვაქვს ჯანსაღ გარემოში არსებობის უფლება. იძულებული ვართ, აი დავემორჩილოთ და ტოლერანტობის გამო გავჩუმდეთ, ხმა არ ამოვიღოთ და აი ყველას ნებისმიერ უცხოელს შეუძლია ქართული კანონმდებლობა, საქართველოს კანონმდებლობა უგულველყოს და ჩვეულებრივად აი თავისი წესები დააწესოს და აი ესე აწარმოოს პროდუქტი და აკეთოს ბიზნესი ჩვენი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარჯზე. დიდი ღომში ვართ, მირიან მეფის 70 ნომერში მოვედით საკონდიტრო გურმეში. რატომ მოვედით? სიმართლე გითხრათ, ეჭვი გქონდა, რომ კარგია, მაგრამ იმდენი წერილია შემოსული, რომ აი ვყიდულობთ გურმეს პროდუქციას და რატო არ შედიხართ, რატო არ ამოწმებთ? კი ბატონო, სააღდგომო თემაა, საკონდიტროა, ალბათ აკეთებენ კიდევაც პასკებს და გადავწყვიტეთ, რომ უნდა შევსულიყავით. სამზარეულო აქეთ არისო. გამარჯობა. ეხლა ან მენეჯერი ან ვინმე მინდა, არავის არ ველოდები და მაინტერესებს აქ რა არის? აქ პური სამქროა? აქ ცხება პური. ეს საკონდიტროა თუ პური ცხება აქ? აქ საცხობია. ანუ ყველაფერი ცხება, პურიც და პური და პასკა. პასკა უკვე დაიწყეთ? ერთი გამოცხადია უკვე გაშვებული. ერთი გამოცხარე გაშვებულია. როგორ გამიცრუეთ იმედ? რატო? ეს რა, რისი პარკია? ეს რისი პარკია?
არა, პარკი არ არის, ეს არის ნაგვის პარკი. გამარჯობათ. მოგესალმებით. ხაბატონო ნინო, იდეალური სისუფთავე გაქვთ, ახლა ჭერსაც უყურებ, იატაკსაც უყურებ. იატაკი როგორც ხვდები სპეციალური იატაკი არის, რომელიც იცავს და ყველაფერი აბსოლუტურად იდეალურად, რასაც მე უყურებ ჯერ ამ საამქროში. ერთადერთი რაც არ მომწონს, ნაგვის პარკები არ შეიძლება რომ იყოს გამოყენებული. კი მართალია სუფთა არის, მაგრამ მაინც ნაგვისთვის განკუთვნილი პარკია და გთხოვთ რომ სხვა ცელოფნები მოუტანეთ. ჭერი არის იდეალურად სუფთა, კედლებით სუფთა არის. შეიძლება შეკითხვა დავსვა. დიახ. რატო მოხდა ჩვენს ორგანიზაციაში შემოსვლა? რამე დარეკილია თუ რატო? დარეკილია. ნამდვილად ოღონ არა უარყოფითად. მე როგორც ვიცი, თქვენ კაფეტერიები გაქვთ აღებული ძალიან ბევრ კლინიკაში და აქედან გამომდინარე უბრალოდ აინტერესებთ, ვინაიდან ჩვენ უკვე შემოვიღეთ ის, რომ გვაინტერესებს კონკრეტულად საავადმყოფოებში როგორი კვება მიმდინარეობს, თქვენ არ კვებავთ პაციენტებს, მაგრამ თქვენ კვებავთ მომსახურე პერსონალს და ზუსტად იაშვილის კლინიკაში ვთხოვეს, როდესაც მე პატარა მყავდა მიყვანილი, აი მაშინ ვთხოვეს და მე მოიწერეს კიდევაც, რომ აი გთხოვთ გემრიელია, მაგრამ გვაჩვენეთ როგორ მზადდება. აგვიხსენით რა არის აქ? უსაფუარო პურებია, რომელსაც ჭირდება დამაცივრება, კონკრეტული დრო და შემდეგ 8 საათის შემდეგ ბიჭები გამოიღებენ და გამოაცხობენ, რაც შეკვეთა იქნება. გასაგებია. გასაგებია, აი თეთრი პერგამენტის ქაღალდით არის აბსოლუტურად ყველა თარო გამოყოფილი და საათიც არის, საათობრივი ლადაც არის აღნიშნული. ესენი რა არის, ხაბატონო ნინო, შეგიძლიათ მითხრათ? აქ არის მარინა, ცხიმდამჭერია, დაგროვებადი ცხიმის ის არის, სადაც ცხიმი გროვდება და მე თვეში ორჯერ გაგვაქვს ცხიმი ამოტოვებული. ანუ ფილტრაცია ხდება. ძალიან კარგი, ანუ ცხიმდაჭერით ძალიან კარგია. ეხლა დეზობარიერებს, რა თქმა უნდა, მაღაზია უკვე ზედმეტია საუბარი. დეზობარიები ყველგან არის, აქ მზადდება კერძები. სუნით ეტყობა, რომ აქ კონდენსატის კვალიც კი არ იქნება, ყველაფერი სუფთა არის, ძალიან კარგი, უჟანგავი არის ყველგან აბსოლუტურად ზედაპირებზე. ერთჯერად ხელსახოცებს ხმარობენ, მაგირის სტილოს სიმართლე გითხრათ, ვერც უყურებ. ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა და აბსოლუტურად ყველა ობიექტზე ასე უნდა იყოს. ერთმანეთთან შეხებაში არ უნდა იყოს. ეს არის დაფები, ეს არის ჰასპის სწორი დანერგვის შედეგად სწორად შენახული და ინვენტარი. იმიტომ რომ ერთმანეთთან შეხებაში არ უნდა იყოს. ერთი იქნება ალბათ თევზის, ერთი იქნება ხორცის. ერთი იქნება ბოსტნეულის და ასე შემდეგ. აქ არის ფერები, ან თუ რაფერიზე რა ხმარობენ, ძალიან კარგი. აქვე არის ინსტრუქცია. აი ზუსტად ეს არის, აი ეს მოიცავს ჰასპს. აი ტემპერატურული რეჟიმის კონტროლი, აი აქ არის, აი აქ მინდა ნახოთ. დღევანდელი დღე არის, აი ყველაფერი აბსოლუტურად არის აღრიცხული. გამწოვები იმდენად სუფთაა, რომ აბსოლუტურად არც ერთ ბმულში არ მიმდინარეობს წვეთა. ესეც არის ძალიან სწორი და კარგი. მომწონს, როდესაც დანები არის კედელზე და არ არის თქვათ ერთად მოთავსებული რაღაც სივრცეში და არის აი დანის ფერებიც კი განსხვავებულია და დანას კი განსხვავებულად უნდა ვიხმაროთ. ბოსტნეულისთვის ცალკე უნდა იყოს, ხორცისთვის ცალკე უნდა იყოს და თევზისთვის ცალკე უნდა იყოს. თქვენთან მაქვს ასეთი კითხვა. აი რატო უნდა იყოს დანები განსხვავებული და სხვადასხვა დანებს სხვადასხვა პროდუქტზე რატო ვხმარობთ? ისე დანა რომელიც თქვენ გიჭირავთ, თვითონ დაფასთან და მხოლოდ ფრინველთან ვიყენებთ, როგორც არის. კი, მესმის, მაგრამ რატო? ჯვარედინი დაბიძურება რომ არ მოხდეს? ჯვარედინი დაბიძურება, ანუ რა ხდება? დანებში, აი ამ ადგილებში ხდება დაგროვება. თუ კი სწორად და კარგად ვერ გაირეცხა დანა და სტერილიზაცია არ გაუკეთდა, ამ შემთხვევაში ხდება ზუსტად ჯვარედინი დაბინძურება თავისთავად. რაღაცა პერსონალი მე მგონი დაიბნა, არ ელოდებოდნენ ახლა სახალხო კონტროლს და ბუნებრივია ცოტა დამნეულები არიან. გამარჯობა. ახალია? რა თქმა უნდა, ყველაფერი ახალია. ქაშაყი, ეგრეთ წოდებული შუბა, სალათები, ბოსტნეული, ფხალეული, სოკო, ასორტიმენტი საკმაოდ მდიდარია. მე მომწონს რომ ნახეთ დანა ჩანგალი არის ხელსახოთში შეხვეული. პურის ფუნთუშა მხოლოდ აი სპეციალური
მოწყობილობით შეგიძლია აიღო, ეს კარგია. აქვე არის ხელსახოცები. ეს მომწონს გარემო, სიმართლე გითხრათ. ნახეთ როგორი რბილი სავარდლებია და არის ბალიში. ძალიან მომწონს, ძალიან კომფორტულია. აი ესე წახემსება თუ გინდათ, ლანჩის დროს, ანუ სადილის დროს შეგიძლიათ აქ მოხვიდეთ და მიირთვათ. მე მომწონს, არ ვიცი, მაინტერესებს თუ რა ხდება სამზარეულოში, ეხლა მადონას გადავცემ სიტყვას და უკვე სრული სურათი შეიქმნება თუ რა ხდება გურმეში. ეს რა არის? ქალბატონებო. ეს არის რომელიც აფრთხილებს ცომს. ეს არის ცომის გასაფრთხილებელი აპარატი. აი ზედაპირიც სუფთა არის და მოწესრიგებული. ეს პატარა შუები თუ ხაჭაპურებია? ხაჭაპური, ალაფუშიატისთვის გაკეთებული ლობიანები და ხაჭაპურები? ლობიანებია. ლობიანებია. გასაგები, ანუ ორი სხვადასხვა ფორმა აქვს ლობიანებს. იქო მეოშექს რომ მართალი უყოფილა, ხაჭაპურებიც ყოფილა. ყველა თავსაბურავით, ყველა ხელთათმანით, ყველა სუფთა წინსაფარი, აი აქ ხდება მომზადება. მოდით მაცივრებში შევიხედოთ. ყველაფერს თავი დახურული და ყველაფერი აბსოლუტურად აინახეთ როგორ არის. ოღონ ამას დაახურეთ ბოლომდე, ხო, თავი? აუცილებლად დაახურეთ თავი, იმიტომ რომ ერთმანეთის თან შეხება რო არ მოხდეს, ხო? კი ბატონო, აი ვიღაცამ დატოვა ღია. მე კიდე ვიპოვე და გამიხარდა, იმიტომ რომ მეტყოდენ მე რეკლამას აკეთებო. მეორე სართულსაც დავათვალიერებთ, ნახოთ იქ რა ხდება. აქ გვაქვს გასახდელი, სადაც მოდიან თანამშრომლები, წესრიგებიან, გავსიბლებს, გულსიბლებენ, იცვლიან ფორმას და შემდეგ შემოდიან საწარმოში. ეს სადიზაინერო არის? ეს ოთახია, დიახ. სადიზაინერო. ვიღაცის დაბადების დღეზე უმზადებთ ტორტს? საბავშვო ტორტს. ვინც იცნობს თავის ტორტს, აი სახალხო კონტროლი გილოცავთ. ნახეთ, აი აქ არის ჩიზკეიკი, პავლოვა, ტარტი კენკრით. ძალიან ლამაზი ნამცხვარია ვიზუალურად და ალბათ გემრიელიც არის. საკმაოდ ბევრი მომხმარებელი გვწერდა გურმეს ქსელზე და შესაბამისად პოპულარობით სარგებლობს. რა ვქნა, რაც კარგია და რაც მომწონს, უნდა ვთქვა, რომ კარგია. როცა არ მომწონს, იმასაც ვამბობთ, ხო? რასაც ვხედავთ, მხოლოდ იმას გაჩვენებთ. თქვენ თვითონ შეგიძლიათ შეაფასოთ. ნახეთ, ყველაფერი არის გადაფარებული, ძალიან სუფთა დახლმაცივრებია. აი ეს მინა არის აბსოლუტურად სუფთა. აი ეს არის საცხობის პროდუქცია, ღვეზელი და ხაჭაპურები, კრუასანები, მრავალფეროვანი ასორტიმენტია. არ ვიცი, ვიზუალურად ყველაფერი მომწონს. არის პასკა შოკოლადის, ქიშმიშით, დეკორით, სასაჩუქრე ყუთით და ცუკატით. ცუკატით მიყვარს ძალიან და ნამდვილად არის ასევე ნუტელათი, ნუშის ფანტელით, ხაჭოს და ასე შემდეგ. აქ გვაქვს უკვე გამზადებული პასკები, რომელიც ცოტა ხანში გაცივდება და შეგვეფუთება და არის კიდევ გამზადებული, რომელიც უკვე გაცივდა და გვაქვს გამზადებული. სალამი გოგოებო, მოგესალმებით. აქა ჩემოვიხედავთ, ფუსფუსი მიმდინარეობს. იატაკს მინდა, იატაკზე გავამახვილო ყურადღება, იატაკი ჭერი ეხა მაცივრებში შევიხედავ, ვნახავ მაინც მაცივრებს, მაგრამ მივხვდი, რომ აქ ყველაფერი მაქსიმალურად, აი ზუსტად ჰასპი ამ ობიექტზე გურმეში ჰასპი მუშაობს, აი ეს არის ჰასპის მოთხოვნები. აი ზუსტად რას ნიშნავს ჰასპი. ეხლა მინდა ერეკლე შემოტრიალდეს და ნახოს, აი იქ არის ყველა აბსოლუტურად ტემპერატურული რეჟიმები და აი ის ინფორმაცია, რაც აძლევს იმის საშუალებას მომსახურე პერსონალს, ხელმძღვანელს თუ მთავარ ტექნოლოგს, რომ გააკონტროლოს ტემპერატურის რეჟიმი და გააკონტროლოს ნედლეულის და პროდუქტის მიმოქცევა. ეს არის მზა პასკები, ხო უკვე? ყველა დღეს არის გამომცხვარი, ხო? დღევანდელი რიცხვი აწერია. აქ ეს არის კრუასანების. უკვე დღეს სამუშაო პროცესი და არის მოწესრიგებული, დასუფთავებული. შეგიძლიათ გამოვაღო, არ გამოვაღებ, არავითარ შემთხვევაში.
გამოაღე, არ გამოვაღებ. ჩვენ აისოს ფლობელები ვართ, ასე რომ ყოველ წუთში ველოდებით ყველგან ყველა ობიექტიდან შემოწმებას და ამიტომ სულ ვართ წესრიგში. ნებისმიერ დროს მობრძანდით, როცა გაგეხარდებათ, ჩვენ ვიხარია პირიქით, როცა მობრძანდებიან და შეგვამოწმებენ. შემოწმების სიხარული და სიყვარული გამოტანილა თქვენთან ვნახე პირველად. მადლობა სატო მიხდით. მადლობა სატო. მადლობა რომ მას საჭიროა ეს ყველაფერი და დიდი მადლობა. უნდა იცოდეს ადამიანებმა სად უნდა უსაფრთხო საკვები სად უნდა მიიღონ, უსაფრთხო პროდუქტი სად არის. მაგრამ დამეთახმეთ გამოტანილა საბედნიეროდ, იცით რა, ჩვენ ძირითადად დავდივართ ისეთ ობიექტებზე, სადაც წერენ და პრობლემა სადაც არსებობს. უბრალოდ თქვენთან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შემოვედით, იმიტომ რომ რამოდენიმე საავადმყოფოს კაფეტერიას ამარაგებ და საქართველოში მერწმუნეთ, ასეთი ობიექტი ძალიან ბევრია. და ეს არის ერთეული ობიექტი და ის მახარებს ზუსტად რომ აი როდესაც წერთ რომ აი რა საშინელი მდგომარეობაა და ყველგან სიბინძური არ არის აი ესეთი ობიექტები არის საბედნიეროდ ძალიან ბევრი და ეს არის ზუსტად ჰასპის შედეგი ეს არის ISO სტანდარტის დანერგვის შედეგი ეს არის სურსათის ეროვნული სააგენტოს მუშაობის შედეგი ეს არის თვითონ ფლობელების და მომსახურე პერსონალის პასუხისმგებლობა და მომხმარებლის მიმართ პატივისცემა და ეს არის ცოტათი სახალხო კონტროლის არსებობის შედეგი და საერთო ჯამში აი ესეთი ობიექტები გვაქვს საქართველოში. ეს იყო სულ. მოდით ბოლომდე გავყვეთ, ნახოთ გურმე შევამოწმოთ და აი ახლა შევიდეთ საპირფარეშოში. ქალების და მამაკაცების ცალკეა, ეს კარგია, კაფეში შვიათია რომ იყოს ცალ-ცალკე, ვაიმე რა კარგი საპირფარეშოა. ძალიან მომწონს. ნახეთ როგორი ლამაზი კაფელია, მეთლახი, ყველაფერი სუფთა. წყალი მოდის, საპონი არის. აი ნახეთ ხანძრის შემთხვევაში არის ასევე სიგნალიზაცია და წყალიც წამოვა შესაბამისად. ეს ძალიან კარგია და გამართლებულია. მე მგონი შეგიქმენით სრული სურათი გურმეზე, საკონდიტრო, რომელიც არის როგორც დიდი ღომში, სადაც ეხლა ვიმყოფებით, ასევე სხვადასხვა უბანში. არ ვიცი რამდენად ღირს სხვაგანაც მისვლა, ისე არ გამოგვივიდეს რომ რეკლამა გავაკეთოთ, მაგრამ ჩვენ მხოლოდ თქვენ მოთხოვნას ვაკმაყოფილეთ. თქვენ მოგწერეთ, ჩვენ შემოვედით და იმედია პასუხი გაგეცით. ზუსტად ერთი დღის შემდეგ ჩვენ ისევ გურმეში ვართ. მოვედით მხოლოდ იმისთვის, რომ გადავცეთ ხარისხის ნიშანი, ჩვენი სახალხო კონტროლის სტიკერი. გული დამწყდა, რომ ხელმძღვანელი გუშინ იყო და დღეს სამწუხაროდ არ არის, იმიტომ რომ ჩვენც არ ვაპირებდით და მე ერთობრივად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. გილოცავთ, არასდროს სახალხო კონტროლს არ დაუკარგია არავის შრომა. ვცდილობთ, რომ ობიექტურები ვიყოთ და აქედან გამომდინარე ვერ დაგიკარგავთ იმ ნაშრომს, რომელიცაც მაყურებელიც უყურებს და ჩვენც ვნახეთ, აქედან გამომდინარე გილოცავთ მომხმარების ნდობას, გილოცავთ სახალხო კონტროლის ნდობას და ქეც ვიხრით თქვენ წინაშე, იმიტომ რომ აი ასე ზრუნავთ მომხმარებელზე. ნამდვილად დამსახურებული ჯილდოა ჩვენგან და ჩვენი მაყურებლისგან. სახალხო კონტროლის სტიკერი. იმედია თქვენ არ დაგჭირდებათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმ სიტყვებს გავიმეორებ, როგორც გავაკარი, ისე ავახევ, თუ როდისმე არ დამხვდება ისეთივე გაწკრიალებული ობიექტი, როგორიც დამხვდა გუშინ. გილოცავთ. ჰარაკი დიდი ღომში იცის აბსოლუტურად ყველამ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სვანური საცხობი. ამბობენ, რომ ყველაზე გემრიელი კუბდარი აქ ცხება, თუმცა ჩვენ დასაგემოვნებლად ნამდვილად არ მოვსულვართ. ჩვენ ვართ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ობიექტზე. მერტო შემიჩალე, კაბატონა მადონა, ეს რა ვიგენი ახლა შენ? არ შემოვიშო. ვაიმე. გამარჯობათ. ძალიან ბევრმა ადამიანმა გთხოვა, რომ ვნახოთ და ეს არის სვანური სამზარეულო. ნუ ნერვიულობთ, ნუ განიცდით.
აბსოლუტურად არაფერს არ დაგიკარგავთ, რაც კარგი გაქვთ. მე იყოს მაინც ძალიან მიყვარხარ და ისე ცოტა დავხუჭო. აი თვალები მე შეგარფი წიწკინა ქალბატონი და წიწკინა რატო? წიწკინა? წიწკინა ნიშნავს ძალიან სუფთა ქალბატონს. აა ვიდეოებს უყურებდი და შვილიშვილები, თაროები, ეგრე ყველაფერი და ისევ დარდობდი თქვენთან შეხვედრას. არა და მე ძალიან მიყვარს ეს ფაქტი. ვაიმე. ამოსოდეს არ გამოაჩ. შეიძლება მოგეხვიოთ ძალიან საყარელია. აი ამის მერე მითხარით, აი როგორ უნდა ავტეხო, ეს აქ რა შვება, არ ასაკეთებს. აი მითხარით, როდესაც ასე თბილად დაგხვდებიან. არი ნერვიულად, აბსოლუტურად, არავისთვის არ დაგვიკარგია, აბსოლუტურად კარგი რაც აქვს, არის სვანური ფეჩი. იმიტომ რომ აი ამ სვანურ ფეჩში გამოდის მხოლოდ ესეთი გემრიელი კუბდარი. ნახეთ როგორი მოწესრიგებულია ფორმები. ნახეთ აი ზუსტად მექანიკურ დამუშავებას და დასუფთავებას რო ვამბობ, ზუსტად აი ამას გულისხმობ, რომ პერიოდულად უნდა სუფთავდებოდეს და სუფთა უნდა იყოს. ტერიტორია არის ძალიან პატარა, ხორცი არის სულ დაკეპილი, ხო? სულ დაჭრილი და ხო, აი დაკეპილი ხორცით. კი, აი ხორცი ნახეთ როგორია. აი ხორცი არის საოცარი. ერთადერთი რასაც გთხოვთ, აი ხორცის მაგიდაზე არაფერი არ დააგდეთ. ნახეთ შვილებს. დააგდეთ. დავაგდეთ, კი რა არის. კარგით, მაშინ გეპატიებათ. დანარჩენი აი უჟანგავი მაგიდა არის ძალიან კარგი და სუფთა. აქაც გასკურა მოწესრიგებულია და მინდა. აი ნახეთ მოწესრიგებ. ტყილა კანკალებთ, ტყილა გიკანკალებთ ხელები. ნახეთ როგორი კარია, საფუძვლიანი და აქვე ხვდება სვანური კოშკი. ეს რა თქმა უნდა დეკორაციაა და მე ეჭვი მაქვს რომ ანათებს, ალბათ სანათია. სვანეთის სურათებია, რეპროდუქციები, მთები, უჟბა ალბათ, კი ბატონო. ნახეთ რა სილამაზეა, ეს ალბათ უჟგულია. ვერ ვხედავ კარგად. მოკლედ პატარა კაფეა, ესეთი ტყავის რბილი დივანია, სუფთა მაგიდებია ნამდვილად და ძალიან საინტერესო წიგნები აწყვია მაგიდებთან. დამაინტერესა რა წიგნია და მოდით გაჩვენებთ. ვისწავლოთ სვანური. მისი მალატ. ხედავ რომ აგერ ლექსებიც არის შაირი, ცხაო ქრისტეს ჩოთმა ზგრად, ალქორ იქორს მერდე მარე. რთული ენა, უნდა გითხრათ, მაგრამ თუ ხშირად ივლით ამ საცხობში, სვანურსაც ისწავლით. აბა რას ნიშნავს ხარაკი? იქნება ეს როგორც ლეგენდა, გადმოცემა, მითი ამბავი ამ მნიშვნელობით არის. დაახლოებით არაკის სვანური მნიშვნელობა არის. არაკი, ხო? ანუ თხზულება, რაღაცა ზღაპარი, ხო? გასაგები. ეს არის ალბათ სვანური მარილი, ხო? აი, განთქმული სვანური მარილი, აქვე შეგიძლიათ შეიძინოთ და აი ძალიან მომწონს უბრალოდ, მაგრამ ლამაზად გამოიყურება ეს დაფა, სადაც ცარცით ასორტიმენტია ასახული. ძალიან მომწონს, იმიტომ რომ განსხვავებულია, ყველგან ვერ იპოვით თქვენ სვანურ კუბდარს და აი თუნდაც იმ სახეობათა სიმრავლეა ნამდვილად და აი აქ არის დიდი ღომში აქვთ მოსახლეობას იმის ფუფუნება, რომ შეიძინოს ნამდვილი სვანური პროდუქცია. მე მომწონს, ცნობილია ამ უბანში ეს ადგილი და აგერ ვხედავთ კიდე ერთი კურიერი შემოვიდა, სულ კურიერები შედიან, გამოდიან, ესე გატანით მუშაობენ საკმაოდ აქტიურად. მაგრამ ყველაზე ძალიან ალბათ მაინც მოვიხიბლეთ ბზარეულით, რომელმაც იტირა, რომ დაინახა მადონა, რამდენი ხანია მინდოდაო თქვენი გაცნობა, მერე ჩაიხუტა კიდევაც. და ალბათ არავის ესე არ გახარებია სახალხო კონტროლის მოსვლა, როგორც საცხობში ხარაკი. გასკურა სუფთა არის, ფორმები ვთქვით, ქვაბები ნახეთ, როგორი სუფთა და გაპრიალებულია. შეხედეთ, კონდენსატი არ არის, მაგრამ მტვერი არის, ჩამოსაფერთხი არის, ხო? გთხოვთ რომ აუცილებლად ჩამოფერთხეთ. თასებიც აი როგორ მოწესრიგებულია. ერთი თხოვნა მაქვს აუცილებლად სასტრაფოდ გაიტანეთ ზედმეტი ნივთები არ უნდა იყოს სამზარეულოში, ხო? ყველი არის მოთავსებული მაცივარში. ნახეთ, აი ყველი გამშრალი ყველი არის მოთავსებული, ეს საყინულოშია ყველი. ყველა მაცივარი არის სუფთა და მოწესრიგებული.
აი ეს არის კუბდარის ხორცი. ნახეთ, ეს როდინდელი გამზადებულია. აი ნახე, ამ წუთას ვაცხოვ. ამ წუთას მე ვიცი, როდისაა გამზადებული, ვუყურებ, რომ კიდე აი საკმას არა აქვს ფერი ნაცვლელი, ვუყურებ, რომ ახალია, უბრალოდ თქვენგან მინდოდა დასტური. იქ ყველი იყო და აქ სულგუნი არის. სულგუნს რა შეხმარობთ? ხაჭაპურებში ურებს ყველთან ერთად. შვილებს მიცავარცის ნახინდონია თავი. მერტო როგორ გიხდება სიცილიეს რა დავიდა? ღმერთო როგორ გიხდება სიცილიეს რა დავინახე, ანუ იმდენად დადებითია ქალბატონი, აი ნუ არ ვიცი რა. პრინციპში არც არაფერი არ არის, რაზეც შეიძლება შენიშნა მიცე, აი ყველაფერი მოწესრიგებულია, თქვენ თვითონ უყურებთ, მიხარია რომ ესეთი კარგი ობიექტი არის.